ჰეი. გამარჯობა. გაგვეცანი. თორნიკა შეყივაძე. რამდენი წლის ხარ? 20. რატომ გადაწყვიტე X Factor-ში მოსვლა? X Factor-ში მოსვლა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ერთხელ უნდა მეცადა ეს სიამოვნება უნდა მიმენიჭებინა საკუთარი თავისთვის, რასაც სცენაზე დგომა ქვია. X Factor-ში ერთხელ უნდა ცადო რა. ყველამ თითოჯერ მაინც უნდა ცადო. გაქვს სამისოდ მონაცემები? ფიქრობ რომ აქვს. ნახოთ. აჰა, კარგი, რას გვიმღერებ? Child in Time, Deep Purple-ის. რაო? გაგიგვირდა? ურთულესი სიმღერაა. დარწმუნებული ხარ? ძალიან რთული სიმღერაა და თავიდან ბოლომდე იმღერებ თუ დაიწყებ და გაჩერდები? შენ როგორ ფიქრობ? თუ გარ გააჩერებთ იმღერებს? მე მაინტერესებს ის. ის გვაინტერესებს ყველა ჩვენ ერთად. იმედი მაქვს რომ ბოლომდე მომის. რაც არ უნდა ქნას არ ვაჩერებთ. კარგი, დაიწყეთ. მადლობა. See the line drawn between the good and the bad. See the blind man shooting up the world. რატო გავაჩეროთ? არ მიყვანს. ზაკაია. თავი მაინც. რაცა? წესით ეს პირველი გაჩერება, წესით. არ არის გაჩერება. აბა! მოიცა ეს არ არის ყველაფერი, კიდევ და გადავიდეს. მადლობა. შენ კმაყოფილი ხარ? მე? ხო. არც ისე. ჯიგარია. რა მოგეწონა შენი კვილებ ეგრე? მე მომეწონე ძალიან მუსიკალური ხარ და მე მომეწონე. აში სტეფან. აი სიმკეთესია შენი, აი სამოზბაზარი. ისე რაც უფრო დიდხანს იდგები, სცენაზე ეს უფრო მეტხანს იქნება აქ, ასე რომ იყავი ცოტა ხანი. გამო წავიდა, გამო. არ ვაპირებ აქ ყოფნას. მე მოვდიოდი ხა შენს გამოსაყვანად და კარგია რა შენ თვითონ გამოხოთ. რა მოგეწონა სტეფანე, მითხარი. არა, მუსიკალურია თვითონ თორემ. ეს სიმღერა ნამდვილად და ეტაპზე რომელ მოსახვევში დაინახეს? აი რაღაც დაიწყო ნორმალურად, უსმენო არ იყო, ხასიათში იყო, გერა ქონდა. იცი რა არის, მე მივცემდი შანსს, მე არ ვიტყვი რომ ეს იყო კარგი შესრულება, ეს იყო ცუდი შესრულება, მაგრამ აი რატო აძლევ შანსს? მას ერთი წამი რა, ეხლა ამდენი ადამიანი გავლენას ვერ მოახდენ. ვერანაირად, იმიტომ რომ ის არის ჩემი გემონება, არის გემონება. მე არ ვამბობ რომ ეს ადამიანი იდეალურად ღერის ან ასე შე მუსიკალური ადამიანია. აქვს რაღაცა ის. ამიტომ მეუნები კის. მადლობა დიდი. მელამ უკვე უთხრა კი. რელა, გიორგი გაგვრია. აი ეგრეო. სოფო? პირდაპირ გამოვიშვი რაც გინდა რომ ითქვა. პირდაპირ ყოველგვარი
დაფილტროების და ერთიებების გარეშე. კარგი, მაშინ არა. მადლობა. თორნიკა, ჩემგან ხო ხვდები. ამ დროს ძალიან სიმპათიურია ისეთი დადებითი აურის მქონე ადამიანი ხარ, მაგრამ როდესაც ჩუმად ხარ და არ მღერი. აი, ეხლა ეგრე რატომაც სწორედ მიწას. არა, ჩემი პროფესია ეგ არის. მეგობრებთან ერთად იმღერე, ანუ ხო ხდები მეგობრებთან ერთად რაღაცა ისა, მაგრამ ვერ დაგაიმედებთ ახლა რომ ნუ დიდი მომავალი გაქვს. შენ გაქვს 3 არა და 1 კი, შენ ვერ გადადიხარ მომდევნო ველა. Ja, cheers.